ხელები მიჩანს. ზედა მაცადე რა, ერთი ცოტა გიჩანს კი. ხელები არ მინდა რომ მიჩანს. კაი, რატო? ნუ არა მომჩხილი. არა მომჩ. დაწყნარდი დამშო. გავაცდაზე ვარ. ეხლა დაგისვამ იმას, მუდმივ შეკითხვას. რა არის, რატო გავიცნო? ჩემი მუდმივი შეკითხვა, სურანერო დგეშლია. მიდი, ვიფიქრება, რას უკავშირდება. რატო გაძალებდი? რას? ოპა! ეგ არის, ეგ. ოპ. არ მოდუნდე. ტვირი არ გათიშო, ანიკა, ნუ შედიხარ ეშხებში რა კაი გოგო ვარო. არაფერი არ ახარ, მუსიკაა დიდი. ხوار გეწკინა ციფრები. უნახტიოს. წარმოვიდგინოთ მაკა, რომელსაც ჰქონდა გაცილებით ნაკლები წნეხი და მოთხოვნები და მოლოდინები დედის მხრიდან. როგორი იქნებოდა შენი აზრი? გექნებოდა შენი პროფესია, რომელიც გეყვარებოდა და შეიძლება უფრო ბედნიერად გეკსნო თავი. მაგრამ აბა ცოტა ქოვით მოკიდე? არა, ესე მოკიდე, მიდი. მიდი, კიდე. აი, ესე. კარგი. აბა დანარჩენ. ესე იგი, უბრალო პატარა მოძრაობებით თავისუფლად ხსნით გოლის ფორმას. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დედას მიულოცოთ დედის დღეს. სკოლების გაკვეთილებზე მიტირიავდეს მე. სკოლის გაკვეთილებზე არასოდეს არ გიტირია, იმიტომ რომ ადვილად სწავლობდი. და მუსიკაზე გიჭირდა? იმიტომ რომ ის ცოტა გიჭირდა. მე რომ მიჭირდა. და რო გიჭირდა რა, წინააღმდეგობის გადალახვას არ უნდა მიეჩვიოს ადამიანი. ეგ იყო წინააღმდეგობის გადალახვა. ერთ-ერთი. მებოდა რაღაცა და ძალით დაყვა. მუსიკის სწავლა როგორ შეიძლება ადამიანს ეზიზღებოდეს? რატომ უნდა ეზიზღებოდეს? და მე რე ცდებოდი შენ.